სტრასბურგში მიმდინარე დემოკრატიის მსოფლიო ფორუმი დასრულდა. უდრის თუ არა დემოკრატია მშვიდობას. ამ სახელწოდების ფორუმში 3 დღის განმავლობაში 160-ზე მეტი სპიკერი, პოლიტიკოსები, ექსპერტები, სამოქალაქო აქტივისტები მონაწილეობდა. ძირითადი განხილვის საკითხი კი გახდათ, როგორ შეიძლება დემოკრატიამ ხელი შეუწყოს მშვიდობას და მისცეს მეტი გარანტია თავისუფალ სამყაროს. ფორუმში აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრიც მონაწილეობდა. ჩვენი ცენტრის მედია პროექტის გოგონები აფხაზეთიდან ვლოგერები ფორუმზე სიტყვით გამოვიდნენ და აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით ისაუბრეს. კიდევ ერთხელ გააჟღერეს, რომ მშვიდობიან თანაცხოვრებას ალტერნატივა არ აქვს და დობის აღდგენის პროცესში ცენტრის როლზე გაამახვილეს ყურადღება. ცენტრის დირექტორი და ჟურნალისტები ევროსტრუქტურებში საქართველოს საკითხებზე მომუშავე ჯგუფების წარმომადგენლებს შეხვდნენ და თავიანთი საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიეწოდეს. მხარეები ერთობლივ პროექტებთან დაკავშირებით შეხვედრებს მომავალშიც გეგმავენ. დემოკრატიის მსოფლიო ფორუმი ევროსაბჭოს ინიციატივით უკვე 10 წელზე მეტია იმართება. აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრი იმყოფება ევროპარლამენტში. საკმაოდ დიდი დელეგაციით ვიყავით ჩამოსულები და ვესწრებოდით დემოკრატიის მსოფლიო ფორუმს. ჩვენი ვლოგერები აფხაზი მილენა აშპა და აფხაზეთიდან დევნილი ნინო პაპავა გამოვიდნენ სიტყვით. აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდების მთავარი სათქმელი მიიტანეს ძალიან ფართო მასებთან. უამრავი შეხვედრა შედგა, ძალიან საინტერესო ადამიანები გავიცანით, საინტერესო კონტაქტები შევიძინეთ და შეიძლება ითქვას, რომ მთელი ევროპარლამენტი და ის წარმომადგენლობითი ჯგუფები, რომლებიც აქ იყვნენ, გვერდში უდგანან საქართველოს აღიარებენ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და მხარს უჭერენ აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკურ ცენტრს ყველა საინტერესო წამოწყებაში, რომელიც ემსახურება მშვიდობისა და ნდობის აღდგენას. დღეს დემოკრატიის მსოფლიო ფორუმის ბოლო დღე იყო, რომელშიც მე და მილენამ მივიღეთ მონაწილეობა. ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა გვესაუბრა ტრიბუნიდან. ეს იყო ძალიან ამაღელვებელი და მნიშვნელოვანი. ეს 3 დღე იყო ძალიან დატვირთული. ყოველ დღე გვქონდა შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთან. ისინი გვიზიარებდნენ გამოცდილებას. გვქონდა ბევრი გამოხმაურება. მივიღეთ დიდი მხარდაჭერა სხვადასხვა ადამიანისგან, რომლებთანაც გავცვალეთ კონტაქტები. იყო ბევრი სხვადასხვა შეხვედრები, რაც შემდეგში უფრო და უფრო დაგვეხმარება სასურველი მიზნის მიღწევაში. დღეს დასრულდა დემოკრატიის მსოფლიო ფორუმი სტრასბურგში. მოხარული ვარ, რომ მონაწილეობა მივიღეთ ასეთ მნიშვნელოვან კონფერენციაზე. პირველად მოხდა ის, რომ ჩვენ, მე და ნინოს მოგვეცა შესაძლებლობა გვესაუბრა ევროპარლამენტის ტრიბუნიდან. ეს იყო ემოციური და ამაღელვებელი. ვღელავდით, მაგრამ ძალიან მიხარია, რომ ჩვენ ეს შევძელით. მომეწონა ის, რომ ამ ფორუმზე ბევრი სხვადასხვა აზრი და შეხედულება გაჟღერდა, რაც საზოგადოებამ ტოლერანტულად და გაღებით მიიღო. მთლიანობაში ძალიან კარგია, რომ არსებობს ასეთი მაღალი დონის ფორუმები და ვიმედოვნებ, რომ ის, რაც აქ იყო განხილული, მომავალში რეალურად იმუშავებს და მსოფლიო უკეთესი გახდება. Реально мир будет улучшаться.